მოგესალმებით, მე ვარ თეა. დღეს აგიხსნით ფერთა თეორიას. მხატვრობაში ფერების ცოდნა არის ძირითადი საფუძველი, როგორ შევქმნათ სწორი ტონები, როგორ გამოვიყენოთ ის შუქჩრდილში და შევქმნათ მეტი ჰარმონია და ემოცია ჩვენს ნამუშევრებში. ვისაც გსურთ ხატვის სწავლა, შემომიერთდით ჩემს არხზე. დავიწყოთ. პირველ რიგში დაგგვჭირდება პალიტრა, სადაც მოათავსებთ საღებავებს, ფუნჯი, სამი ძირითადი ფერი, წყლის ჭიქა და ტილოს ნაჭერი. ყვითელი, წითელი და ლურჯი ეს არის სამი ძირითადი ფერი, რომელიც არ მიიღება სხვა ფერების შერევით, ხოლო მათი გამოყენებით ვიღებთ განსხვავებულ ფერებს. გავაკეთებ პატარა სქემა, სადაც განახებთ, როგორ მივიღოთ ძირითადი სამი ფერისგან შედგენილი ფერები. წითელის და ყვითლის შერევით ვიღებთ ნარინჯის ფერს. შეეცადეთ, რომ პალიტრაზე ფუნჯით კარგად აურიოთ ფერები ერთმანეთში, რომ თანაბრად გადანაწილდეს. ლურჯის და ყვითლის შერევით ვღებულობთ მწვანეს. აქაც კარგად შეურიეთ ერთმანეთს ფერები. ხოლო ლურჯისა და წითლის შერევით მივიღებთ იასამნის ფერს. ეს არის მეორეული ფერები, რომელიც მიიღება სამი ძირითადი ფერის ერთმანეთთან შერევის შედეგად. ხოლო მეორეული და პირველადი ფერების შერევით შეგვიძლია მივიღოთ მესამეული ფერები. მაგალითად, თუ ნარინჯის ფერს დავამატებთ ძირითად წითელ ფერს, მივიღებთ შედარებით მოწითალო ნარინჯის ფერს. ხოლო თუ მწვანეს დავამატებთ უფრო მეტ ყვითელს, მივიღებთ სალათისფერ მწვანეს. ხოლო თუ იასამნის ფერს დავამატებთ ლურჯ ფერს, მივიღებთ მუქ ლურჯ ტონალობას. ეხლა კი დავხატავ ფერების წრეს, სადაც განახებთ, რა არის ანალოგიური ფერები და რა არის კონტრასტული ფერები. სამ ძირითად ფერს გავანაწილებ წრეზე თანაბრად. მათ შორის დავტოვებ სივრცეებს, რომ შევქმნა ანალოგიური ფერები. მეორეული ფერით, ანუ ნარინჯის ფერით, რომელიც მიიღება წითელის და ყვითელის ნაზავით, ვქმნი კიდევ ერთ შუალედს. ხოლო ნარინჯის ფერსა და ყვითელს შორის ვამატებ კიდევ უფრო მეტ ყვითელს და ამით ვქმნი ანალოგიურ ფერს. იგივეს ვიმეორებ წითელსა და ნარინჯის ფერს შორის და ვქმნი შედარებით მოწითალო ნარინჯის ფერს. მაგალითისთვის ეს არის ვინსენტ ვან გოგის ვარსკვლავიანი ღამე, სადაც იდეალური ჰარმონია ანალოგიური ფერების. ასევე კლოდ მონეს ლურჯი დუმფარები. იგივეს ვიმეორებ და ვაგრძელებ წითლიდან ამჯერად უკვე ლურჯის მიმართულებით და ვიღებ მუქ იასამნის ფერს. მუქ იასამნის ფერსა და წითელს შორის ვამატებ შედარებით მოწითალო იასამნის ფერს, ხოლო ლურჯსა და იასამნის ფერს შორის ვამატებ შედარებით მუქი ლურჯი ტონის იასამნის ფერს. იგივეს ვიმეორებ ლურჯსა და ყვითელ ფერებს შორის. ლურჯისა და ყვითლისგან მიღებულ მწვანეს, ყვითლის მხარეს ვამატებ შედარებით მეტ ყვითელს და ვიღებ სალათისფერ მწვანეს. ხოლო ლურჯსა და მწვანეს შორის ვამატებ მეტ ლურჯს და ვიღებ ფირუზისფერ მწვანეს. ახლა გიხსნით კონტრასტულ ფერებს. ისინი ფერების წრეზე დგანან ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს და ქმნიან ძლიერ კონტრასტს. ნამუშევარში კონტრასტული ფერები საკმაოდ იქცევს ყურადღებას და უფრო ცოცხალს ხდის მას. გავაკეთებ პატარა სქემა, სადაც განახებთ, რომელია კონტრასტული ფერები. მაგალითად, ყვითელის კონტრასტული ფერია იასამნის ფერი, წითელის მწვანე, ხოლო ლურჯის სტაფილოსფერი. ფერების წრეზე უკეთ განახებთ ერთმანეთის კონტრასტულ ფერებს, შევაერთებ ხაზებით, რომ კარგად დაინახოთ. მაგალითისთვის გიტოვებთ ანრი მატისის ორ ნამუშევარს ქალი ქუდით და წითელი ოთახი. დროებით შევხვდებით შემდეგ გაკვეთილზე.